ლიდერის ციხეში გაშვება თქო ხო და ჩემი თქვენ და მე დამოკიდებულება და ჩვენი მეგობრობა იქით რომ გადავდოთ მართლა მინდა რომ გაგამხნევოთ და გისურვოთ სიმტკიცე დღეს ძალიან ემოციური გამოსვლა გქონდათ საპროტესტო აქციაზე რისი თქმა აი რა სიტყოდით უკვე ცოტა ემოციების ნერვიულობის გადავლის შემდეგ უკვე დღეს საღამოს გუშინ როცა პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ქალბატონინგა პირველ რიგში მოგესალმები და თქვენგან მხარდაჭერას და გულიან დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობ თქვენ TV პირველი არხიდან განსაკუთრებით. მადლობა. და გუშინ რომ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ილაპარაკა, მივხვდი რომ აუცილებლად ნიკას დაიჭერდნენ და მთელი ღამე სიმართლე გითხრათ არ მიძინია სულ ვიყავი ჩაფლული ამ მობილურში და უყურებდი და დღეს დილას ქალბატონ ელისოს კილაძის ის ვნახე მესიჯი რომ მესიჯი არა წერილი Facebook-ზე რომ ამერიკის საელჩო რეკავს ივანიშვილთან და ვერ უკავშირდება და მე რამოდენიმე წუთში დაწერა რომ მალე იქნება შეტევა და აი ეს პოლიციელები რომ ნახეთ ეს სახანძრო მანქანები თუ რაღაცები ღმერთს ვეხვეწებოდი რომ არავინ არ დაშავებულიყო უკვე არ ფიქრობდი ნიკას დაიჭერენ თუ არა და რომ დაიჭერდნენ ცხადი იყო მაგრამ ნიკა ვერ აიტანდა მე ხომ ვიცნობ ჩემს შვილს რომ მაგის გამო ვინმე დაშავებულიყო ის იქნებოდა მთელი ცხოვრება უბედური და ამაზე ნერვიულობდი თანაც ვიცოდი რომ 18 წლისანიც იყვნენ და 91 წლის ადამიანებიც იქ და შეხლა შემოხლა რომ ყოფილიყო და ეხლა თქვენ რომ შეეკითხეთ რომ აი დავიცავთ ნიკას და არ გავატან როგორ მოერევიან კბილებამდე შეარაღებულ ხალხს რა იკადრეს დახურულ სივრცეში მხუთავი გაზი შეუშვეს ხალხი გათიშეს ყველაფერიდან თქვენ ნახეთ და მეც ნახე რომ ნიკა რავაშკაცურად იქცეოდა რომ ყველას ეუბნებოდი არ გინდათ და გაყვა ამ იმას არ იყო ძალადობა არ იყო არაფერი და სიცხვილე ამ თავრობას როგორ შეიძლება ტერორისტებს არ უწყობდნენ აი ასეთ იმას როგორც ნიკას მოუწყვეს რატომ მოუწყვეს რა უნდათ ის რომ ეროვნული მოძრაობა ჩამოყალიბდა ეხლა და მთელი ოპოზიციური ლიდერები ნიკასთან ერთად იყვნენ და აი ასე გულით იცავდნენ ნიკას ეს ვერ აიტანეს მე მგონი თორემ ის რომ ნაციონალური პარტიის თავმჯდომარეა ის რომ პარლამენტის წევრია ამიტომ კი არ დასაჯეს მე მგონი ამის გამო დასაჯეს და ეს იყო ჩემთვის რომ გითხრათ აი დილის საათები რაღაც კოშმარი მაგრამ ამავე დროს ბედნიერი იყო დღეს სამსახურში რომ მივედი ექიმებმა მითხრეს რომ ავამტყოფები ნერვიულობენ და რომ ნახოთ და შემოვლა გავაკეთე თქვენ უნდა გენახათ როგორ მეფერებოდნენ ავამტყოფები მეც ვამხნევებდი ისინიც მომხნევებდნენ და მე როდესაც მოვედი მიტინგზე აი ვნახე თუ როგორ უყვართ ნიკა რამდენი კაცი მოვიდა რამდენი ქალბატონი მოვიდა როგორ გადამკოცნეს რა სიტყვებს მეუბნებოდნენ ჩემი ტელეფონის ზარები არ ჩერდებოდა და ეს მივხვდი რომ ამ ასაკში როგორ დაიმსახურა აი ასეთი სიყვარული ხალხის მაგრამ მივხვდი რომ ის არის სუფთა პიროვნება ის არის ძალიან გულწრფელი ძალიან სუფთა და ხალხს არაფერი არ ეშლება ბატონო ანზორა მადლობელი
მე მინდა რომ თქვენი მეუღლის მიმართაც გამოვხატო მხარდაჭერა. გეტყვით ეხლა რატო ვამბობ ამას ღია და პირდაპირ. მე რომ არ მჯეროდეს რომ 20 ივნისის ღამე ეს არანაირად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა და დანაშაული არ იყო, მე ესე თამამად ვერ მივცემდი თავს უფლებას, მაგრამ სულ ვამბობ ხოლმე, მეც ვიდგებოდი იქ უბრალოდ პირდაპირ ეთერი მიმყავდა და ჩემი როგორც ერთი ადამიანის პოზიციაა რომ სირცხვილია კომპარტიის ლიდერის, რუსეთის კომპარტიის ლიდერის გამო პოლიტიკური ლიდერის გაშვება ციხეში ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ გეუბნებით ასე თამამად, მინდა გისურვოთ სიმხნევე, თქვენს მეუღლეს გადაეცით ასევე რომ რა ვიცი გამხნევდეს, გაძლიერდეს და მაიკოსაც მინდა ეხლა მივმართო ნიკას მეუღლეს და პატარა სანდროსაც, რომ მე მჯერა რომ მალე გამოვა ის ციხიდან და მინდა რომ იყოთ მხნედ და მინდა რომ იცოდეთ რომ ძალიან ბევრი ვართ ისეთი ადამიანები, ვისაც განა 7 ნოემბერი დაგვავიწყდა 26 მაისი, მაგრამ ნიკა მელია დაიჭირო 20 ივნისის გამო, ეს არის წარმოუდგენელი რამ და მით უფრო გაუხსენო ქართულ ბანკის საქმე, მაშინ როცა შენს პოლიტიკურ გუნდში ხავს ის ხალხი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და მათ შორის არა მხოლოდ დეპუტატებზე ვამბობ, არამედ მოსამართლეებზეც, აი აქ უკვე მართლა სასაცილო ხდება. გამხნევდით მოკლედ იმის გარდა რომ როგორც ექიმი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ძალიან დიდ პატივს გცემ და ჩემ ერთხელ დავწერე რომ ჩვენ მეთქი გულებზე რომ ზრუნავს და აი ანზორ მელიას ვანდობ ხოლმე მე ჩემს გულს. მაყურებელს მინდა უთხრა 1-2 როცა მეგონა რომ გული მქონდა გასყდომამდე და მეგონა რომ ვკვდებოდი, ანზორ მელია იყო ერთადერთი ვისაც მივადექი და მის კლინიკაში კიდევ კახას შენგელიას. ასე რომ მადლობა თქვენი პროფესიონალიზმისთვის, გულისხმიერებისთვის და იცოდეთ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც მიაჩნია რომ სირცხვილია გავრილოვის გამის გამო პოლიტიკური ლიდერები გაუშვან ციხეში. აღარ მოგაცდენთ, ძალიან განერვიულებული და ემოციებით სავსე დღე გქონდა და მხნეობას გისურვებ ბატონო ანზორ. თქვენისან ადამიანები მამხნევებენ და მაძლიერებენ და სულ წარმატებები ქონოდეთ. დიდი მადლობა, ძალიან დიდ პატივს აქცევ. ასევე ბატონო ანზორ, ეს იყო ანზორ მელიას რეაქცია.